ბულგარელი, ესტონელი, ბელორუსი, გერმანელი. აი ეს ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა წარმომადგენელიც ავთანდილ ჭრიკიშვილმა ფინალამდე დაამარცხა და დაიწყო შეხვედრა. რევანშიც გვაქვს დავით ასაღები. სულ რამოდენიმე ხნის წინ ჭრიკიშვილს იგივე მსაჯების მეშვეობით გაუფუჭეს ნიფონტოვთან შეხვედრა და ვერ დაასრულა ჭრიკიშვილმა ეს მოძრაობა გდებით. დარბაზი ძალიან ბევრი ქართველი არის დარჩენილი, რაც არის. ხედავთ დროშებითაც და შეძახილებითაც აშკარად ისმის. თავის ჭიდაობა უნდა შემოახვიოს თავს. ავთომ დავით ქეუხიშვილის შეძახილები ისმის. დარწმუნებული ვარ დათოც როგორ განიცდის. ვაი გაცროთ თულია ემოციურია, რა თქმა უნდა, ჭიდაობა. აი დაეკიდე მაქხელზე დავით ქეუხიშვილის შეძახილები. ტაქტიკური ეს ვაზარი ვის ვაზარი ჭრიკიშვილს უწერია. მაგრამ საჯმა საპირისპირო მხარეს აჩვენა. რატო? ვერ გეტყვით, ხელი იქით გაიშვირა. აბა ვისი ეს? განხილვა იქნება და ჩაუთვალეს რუსს. რუს ფაქტიურად სხვა საშუალება არ ქონდა გარდა იმისა, რომ ეცემოდა. აი ეს არის მე წეხან აღვნიშნე დავით შენთან საუბარში, რომ რუსებს ძალიან წყალობენ, და ეხლა დავაკვირდეთ. არა, მე ავთოსიმედი მაქვს 3 წუთი და 12 წამია დარჩენილი, სანერვიულო არაფერი არ გვაქვს. ხო, მაგრამ ეს არის რა. შეიძლება ეს გდება ასე შეფასებული. არავითარ შემთხვევაში როგორ შეიძლება ჭრიკიშვილის დაწყებულეთე და ისეთი რამ რაც თვითონ დაუპირისპირა სხვა შანსი არ ქონდა. ნიფონტოვს გარდა მაგისა რომ ეგ უნდა გაეკეთებინა. ვერც მიმართულება ვერ შეუცვალა ჭრიკიშვილის დაწყებულილეთს და ვერც თვითონ ვერაფერი ისეთი ვერ გააკეთა. აი შეხედეთ ადამიანის აქტიურობა როგორ არის გამოკვეთილი და გაფრთხილებაც შესახვეწი გვაქვს უკვე რომ გაფრთხილება მისცენ. გაასწორებინა კი მანო აქტიურ ფაზაშია შესული შეხვედრა და აჩერებს მსაჯი და უთითებს ტემპს აგდებს რა თქმა უნდა. რითმიდან ამოვარდნილია ამ შემთხვევაში უკვე ძიუდოისტი. აჰა, რამხელა პაუზას აკეთებს. არაუშავს ყველაფერი წინ არის. ავთოს დრო ძალიან ბევრი აქვს. ავთოს დონის სპორტსმენის ეს არაფერი არ არის. ნიფონტოვს გადააწვდის ეხლა ცოტა ხანში ქეუხიშვილს ჩააწოდებს იქით. მე მაქვს ამისი იმედი და მჯერა რომ ჭრიკიშვილი ამას შეძლებს. გადაუგდოს ერთი დათო რა ქეუხიშვილს. აჰა დათო დაიჭირება. მაგრამ საჯერ გერმანელი სტეფან ბოდე. აიგრე. გავლენა აქვს. დაუდგა მოგვარ შეგენაცვალე. არა ძლებს ვაზარი 100%-იანი ვაზარი. უკვე ვიგებ შეხვედრას. აი ესეთი მაგარი ბიჭი ყავს ჩვენ ჭრიკიშვილი რომელიც 2-1-ზე არის რომელიცგანაც ყოველ წამის მიასეჭია მოსალოდნელი
შეგენაცვალე წამოვა უკაცრავად ცოტა ემოციებში არა უშავს ლაშა ყველანი ემოციურად ადევნებენ თვალყურს არ შეიძლება ამას უემოციოდ მიადევნო თვალყური რადგანაც არ ვიცი მართლა უბრალოდ სიჩქარე არ უნდა ნიფონტოვი აღარაფრის გამკეთებელი თავისით არ არის ის გდებაც რაც პირველი ჩაუთვალეს ეს ჭრიკიშვილის დაწყებული იყო ჭრიკიშვილის დაბოლოვებული იყო თვითონ ვერაფერს ვერ უკეთებს თუ აკვირდებით აი შენ გენაცვალე აი ხა ხوار დაიღლება ესეთი რაღაცა ძალიან არა უბრალოდ არ ჭირდება მაგრამ დაისვა კერძემ ყველა ვარიანტში გაგრძელება უნდა მოეძებნა მოძრაობისთვის მაგრამ არა უშავს ჩვენ და სასიკეთო ჩვიდობით დამთავრდა ყველაფერი აი ეს ორი ჩაულება და მეტი არაფერი არ ჭირდება ოთოს ის თვითონ მივა აი ხლა შეიძლება არ უნდა ჩოგჯენშიც ძალიან სახიფათოა რუსი სპორტსმენი და ეხლა ეს აქტიურობა არ ითვლება რომ რუს სპორტსმენს კიდევ ერთი გაფრთხილება მის ითვლება დავით მაგრამ ეს ახლა ორივე ცდილობს ჩვენ 100% ჭრიკიშვილისკენ ვართ მაგრამ ნიფონტოვიც რაღაცას ცდილობს რომ გააკეთოს აი თუნდაც ეს მოძრაობა ზოგადად გაგ მთელი ტრიბუნა ეხლა რა დღეშია ხედავთ აი ეს შემატკივარი აიგრე უნდა შეაჯდეს ზემოდან დრო უნდა გაიყვანოს ყველა ვარიანტში ეს საჭირო იყო ახლა რადგანაც ის წინა აქტიურობა რუსის მხრიდან იყო უფრო და გაფრთხილება არ არის საჭირო ნამდვილად ახლა ამ სიტუაციაში შეგენაცვალე არ გინდა მაინც თითქოს მაგრამ დროც გადის ამასობაში ერთი გაფრთხილება დაამშვენებდა ნიფონტოვს ძალიან დაღლილი აი ეს არის მაღალი დონის ფინალი რასაც ქვია ორი მსოფლიო ჩემპიონის ბრძოლა უშეღავათად ერთმანეთს ასკდებიან ისე რომ ვთქვათ აიგრე ავტო არ გინდა არაფერი არ გინდა შეაჯდეს დრო გადის ორი წამი დარჩენილი ორი წამი ირაკლი უკვე ზეიმობს და მე მგონი ჩვენ შეგვიძლია მაინც ორი წამი დაველოდოთ პირველი ოქრო ულოცავ ავტანჯრიკიშვილის დავით ჩენს გილოცავ ჩაარტყი პირველი ოქრო ავტანჯრიკიშვილის მიერ მოპოვებული სრულიად დამსახურებული მე არ ვიცი ახლა ძიუდო სპეციალისტები უფრო დეტალურად განიხილავენ მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან ბევრსაც რჩებოდა ის მოსაზრება რომ რაღაც მომენტში ორი ერთზეც ეჭიდავებოდნენ ავთოს მაგრამ მაინც მოახერხა აი და გაახარა ეს შემატკივარი ქართული დელეგაცია რომელიც ძალიან გახარებულია მე ულოცავ ავთოს ოჯახს პირადად ავთოს მის მწვრთნელის კურამოდებაძეს ულოცავ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს და მთლიანად ფედერაციას ძალიან ბევრი ჩანან ქართველი სპორტსმენები ვისარგებლებ დავით შემთხვევით და ამ ერთ პირველმა ქართულმა ოქრომ იქნებ კიდევ ის დანაპირები რომელიც ჩვენ დაგვპირდნენ რომ ჩვენი დარბაზი გვექნება ძიუდოს ფედერაციას იქნებ ისევ ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ისევ ის დანაპირები შეგვისრულოს და თუნდაც ის ძიუდოს ფედერაცია და აკადემია რომელიც არის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ის მაინც იყოს საკუთრება ამ ბიჭების რომლებიც ესე წარმატებებს აღწევენ ეს არის პირადად ჩემი სათხოვარი და მთლიანად ძიუდოს სამყაროს სათხოვარი რომ ამ ბიჭებს კონდეთ თავიანთი ესე რომ ვთქვათ ბუდე სადაც უფრო მეტად შვიდად და უფრო მეტად ლაღად ივარჯიშებენ და აი ეს არის gold medalist in the European Games champion
და კარგი გამოსაცხადებები, როცა შენი ქვეყნის სახელს და შენი ქვეყნის წარმომადგენელს აცხადებენ. ავთანდილ ჭრიკიშვილი. ბატონელი აქ უკვე სხვაგვარად გაღიმებულია. საოცარი ემოცია. ამ წამისთვის ცხოვრება ღირს. ამ წამისთვის სპორტში მიბრუნება ცხირს. 30 წლის ხანაში. და ეხლა ყველამ ერთად მოусმინოთ საქართველოს ეროვნულ ჰიმნს. Ladies and gentlemen, please be upstanding and show your respect for the national anthem of Georgia. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ვილოცავ ავთანდილ ჭრიკიშვილს დიდი მადლობა ავთანდილ ჭრიკიშვილს აი ამ წინვალე გამოსვლისათვის და აი ამ საღამოს ჯუქებისათვის სრულიად საქართველოსათვის მან მართლაც დაიმსახურა ეს მედალი იმედია ხვალაც და ზეგაც აი ესეთი განწყობით დაგემშვიდობებით დიდი მადლობა ლაშა გუჯაჯიანს რომელიც 2 დღის განმავლობაში